საერთაშორისო დაკავშირებით რა მიზანი აქვს ქართულ ოცნებას ელოდება თუ არა ემზადება თუ არა ქართულ ოცნება თვითმმართველობის საერთაშორისო გამარჯვება. და აქვე რომ გითხრათ ველობა ხარია ეწერადია საბოლოო კანდიდატი და ისიც აუგებენ რომ ერთი ოპოზიციას ერთი კანდიდატი მოყავდა თუმცა წინდება ეწერადია საერთო კანდიდატი და რა მოლოდინი გასაკეთებ და რა აზრია ხშირად ეს ოპოზიციის ლიდერის ხალხერა შეუქმნეს. ხო, ნუ რაც შეეხება ჩვენს მიზნებს, ჩვენ მზადება უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ჩვენთვის მთავარი არის რომ უპასუხოთ იმ გამოწვევებს და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს მუნიციპალიტეტებში, არსებობს დედაქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი იქნა განხორციელებული ბოლო წლების განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ჯერ კიდევ არსებობს სამწუხაროდ პრობლემები, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელსაც ჭირდება მოგვარება, გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, გვაქვს საინტერესო ხედვა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, ის მნიშვნელოვანი და ქალაქისთვის სასიცოცხლო პროექტები, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და წარუდგენს საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის, რაც შეეხება ოპოზიციას, ნუ პირადად მე ამით არ ვინტერესდებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან, თუ რომელი კანდიდატი იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვესაუბრებით მხოლოდ ხალხს, ვსაუბრობთ თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრობლემების გადაჭრა, როგორ უნდა უპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს. რაც შეეხება ოპოზიციას და მათ გეგმებს, ეს ჩემი ინტერესისაგანს არ წარმოადგენს. აზერბაიჯანის ჯაფარიძესთან დაკავშირებით იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთის ვაშინგტონის არბიტრაჟი წააგეს, ამის მიუხედავად მაინც საქართველოს ხელისუფლებას აბრალებენ ანეტის სპორტის ჩართვას, როგორ აფასებთ ამას, რომ ისინი საავტომატიას გადასტურდა, წელიწად ნახევარში არის შესაძლებელი ანატოლის სპორტის აშენება ვიკატის ხაზადაზე. რაო? წელიწად ნახევარში არის შესაძლებელი ანატოლის სპორტის აშენება პოსტიანად ამასთან. ხო, ნუ ეხლა თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდა და აშენება უნდა და რა ვიცი, აქ იყვნენ და გაეკეთებინათ, აეშენებინათ, არავინ ხელს არ უშლის და პირიქით სახელმწიფომ რამდენჯერმე მოახდინა ვადების გადაწევა და ხელშეწყობა, რომ პროექტი ყოფილიყო განხორციელებული. თუმცა თავიდანვე აშკარა იყო და იკვეთებოდა, რომ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნდათ პროექტის განხორციელების. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოიქცა სწორად, იხემძღვანელა ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და იგივე სასამართლო და არბიტრაჟი ამბობს იგივეს და აქვს იგივე დამოკიდებულება, რაც საქართველოს ხელისუფლებას. პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არის თანამონაწილე პროექტის განხორციელების და ის აუცილებლად გაკეთდება. მოსახლეობაზე უნდა გაგრძელებენ ისინი პროტესტს და აპირებენ, რომ თუ არაფერი არ იქნება მოქმედინებები მათ მიმართ გადადგმული, მერიასთანაც აპირებენ პროტესტის გატარებას. და პროტესტი რაზე? იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე გადაწყვეტილება იქნეს ადამიანებმა. გადაწყვეტილება რასთან დაკავშირებით და რა გადაწყვეტილებას ელოდებით მითხარით? ისინი ამბობენ, მოსახლეობის პოზიცია არის ეს, რომ თუნდაც ხირი შეთავაზება იყოს ისეთი, როგორც იმ ადამიანების ოჯახების საჭიროების სამეფოში და არ ითხოვენ ისინი რაღაც სასწაული ფასის მინებს ეტაპობენ ისინი ამ ეტაპში ძალიან მარტივია ხა თქვენ რაღაცებს მიედმოედებით მთელი ამ ხნის განმავლობაში და არ გინდათ შეისმინოთ და შეიგნოთ სიმართლე. სიმართლე არის შემდეგში. მუნიციპალიტეტს აქვს შესაბამისი პროგრამები, რითაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვინც ანალოგიური პრობლემების წინაშე დგას. დღეს თუ ადამიანს, რომელიც არის თბილისში რეგისტრირებული, აქვს საცხოვრისის პრობლემა, მუნიციპალიტეტი მას თავაზობთ ხირით უზრუნველყოფას. ადამიანები იქნებიან უზრუნველყოფილი ხირით და ეს შეთავაზება გაკეთებული იყო იმ ოჯახებზე, სადაც გვაქვს ხელით, მათი ხელით, საკუთარი ხელით დაწერილი უარი აღნიშნულ შეთავაზებაზე. არ ვიცი, ხა წარმოუდგენელია, ხო? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ადამიანს თავაზობთ, რომ შენ, რომელსაც გაქვს საცხოვრისის პრობლემა, მე მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მოვდივარ შენთან და გეუბნები. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით საცხოვრისით, აგერ არის გამგეობა, გამგეობაში დაბარებული იყო ეს ადამიანები
ვაძლევთ ქირის თანხას, რომ იქირავონ საცხოვრებელი ბინები, თუმცა ამ ადამიანებმა განაცხადეს უარი. მიუხედავად ამისა, რომ მათ საკუთარი ხელით დაწერეს უარი, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვათ მზადყოფნას და მზაობას, რომ ეს ადამიანები იყვნენ დაკმაყოფილებული საცხოვრებლად. არის მეორე პროგრამა უსახკარო სტატუსის მქონე ოჯახების დაკმაყოფილება. წლის ბოლომდე 400 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული მუნიციპალური საცხოვრისით. ადამიანს, ვისაც აქვს საცხოვრებლის პრობლემა და მას არ გააჩნია საცხოვრებელი, ისე კი არა, რომ ვიღაცას ახლა რეგიონში მიწისნაკვეთები კონდეს, საცხოვრებელი სახლიც კონდეს, მაგრამ თბილისში უნდა ცხოვრება ამ მოტივით და ამ მიზნით, მე ვერ დააფინანსებს ვერავის და ვერავის ვერ მიცემს საცხოვრებელს, მაგრამ ვისაც რომელიც არის სოციალურად დაუცველი, აქვს საცხოვრებლის პრობლემა, მან პირველი რაც უნდა გააკეთოს, უნდა მიიღოს უსახკაროს სტატუსი და ამის შემდეგ მუნიციპალიტეტი ყველა ასეთ ოჯახს დააკმაყოფილებს. ამაზე ვიღებთ პასუხს. დონალდ ტრამპის ბრძანებასთან დაკავშირებით. როგორ? დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ბანკებს უზღუდავს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური, რელიგიური და სხვა ნიშნებით ადამიანებისთვის სერვისებზე წვდომის შეზღუდვას. აუ არ ვიცი ეგ თემა და გამიჩნია არ ვიცი. შეიძლება თქვა რომ ხოთის მოლოდინი მაგალითად იმისი რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ასაც რეგიონალური ფარგლებში ადამიანებს შეიძლება აღარ იყვნენ დასაწყისად. აი რა მოლოდინი გაქვს ადმინისტრაციის დროს ვინ იყო? და ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პრეზიდენტი დასაწყისად ამერიკის ფარგლებში. ხო. აღარ იყვნენ დასაწყისად. ხო, არ ვიცი, ახლა ნახოთ, შევხედოთ, ხედავთ თქვენ რა პროცესები მიმდინარეობს. ის განცხადებები და გადაწყვეტილებები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იქნა მიღებული და კეთდებოდა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური განცხადებები, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაფუძნებული იყო სიცრუეზე, დაფუძნებული იყო ტყუილზე, გაჯერებული იყო ცინიზმით, არანაირ სიმართლეს არ შეეფერებოდა და ნახოთ, დღევანდელი ადმინისტრაცია განსხვავებულად მოქმედებს. პრეზიდენტ ტრამპმა პირდაპირ გამოვიდა და თქვა, რომ მისი მთავარი ამოცანა Deep State-ის დამარცხება არის. და ნახოთ, ჩვენ ძალიან გულშემატკივრობთ ტრამპს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებით იქნება სამართლიანი დამოკიდებულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის იქნება ძალიან კარგი, მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნაციონალისტი არის და ამასთან დაკავშირებით რომ გავაკეთოთ კომენტარი, როდესაც საკუთარ ქვეყანას არ დანაშაულებს დაწყებაში ახლა დავანებოთ ამ სპეკულაციებს თავი ომთან დაკავშირებით, ომის დაწყებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პირდაპირ თეთრზე შავით არის წარმოდგენილი რეზოლუცია, რომელსაც ხელს აწერდა მაშინდელი ხელისუფლება. მაშინდელი ხელისუფლებების ქმედებები წარმოადგენს და ასახავს რეალურ ღალატს ქვეყნისა და ქართული მოსახლეობის წინაშე. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და როგორ არ უნდა მოქმედებს და როგორ პოლიტიკას არ უნდა ატარებდეს ხელისუფლება. აი ეს უბედურება მივიღეთ ჩვენ. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ნამდვილობას არ გაუწევდი. ბატონო? ქვეყანაში შემოჭრილ უცხოპობრივ ჯარს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შევეშვათ სპეკულაციებს თავი, არსებობს ოფიციალური დოკუმენტები. მე ხო არ მომიწერი, ასე თავი დავანებოთ, კაცო. რეზოლუცია არის მიღებული. რაც შეეხება ჩვენ მთავრობას, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას და რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი ემსახურება არა ვიღაცებს გარედან და ვიღაცების ინტერესებს, ემსახურება ქართველ ხალხს, ეს კარგად დაიმახსოვრეთ, საზეპიროდ გაძლევთ ამას, დაიმახსოვრეთ, ეს ემსახურება ქართველ ხალხს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მადლობა.